უძველეს დროს, როცა მზე ჯერ არ დაბადებულიყო, დედამიწაზე პატარა გოგონა ცხოვრობდა. ერთხელ გოგონა ტყეში წავიდა, სიბნელეში გზაებდა და დაიკარგა. ტირილი უნდოდა და იტირა კიდეც. გული რომ იჯერა, იქვე კუნძზე წამოჯდა და ჩაეძინა. ეს იზბრა, ვითომ ტყეში იყო, ირგვლივ ბნელოდა, მას კი ეშინოდა. უცებ დედა დაინახა. რატომ ტირიდე? ბნელა და მეშინია დედიკო. ნუ ტირი, ნახე, ყვავილები მოგიტანე. ცაში აისროლე და წვდიაც დაამარცხებ. გოგონას გამოიღო. ბუჩქთან ციცინათელები შენიშნა. პატარები წვდიაჩი ციმციმით ირთობდნენ თავს. მიუახლოვდა. ერთ-ერთი დაიჭირა და ცაში აისროლა. მერე პატარას არ მოეწყვინოსო და სხვებიც ატყორცდა. ასრულდა გოგონას სიზმარი. ციცინათელები ვარსკვლავებად იქცნენ და დედამიწას შუქი მოხფინეს. ცაში ცურვით ისე გაერთნენ, ვარსკვლავებმა ვერც კი შენიშნეს გოგონას შინისაკენ გზა რომ გაუნათეს. როცა ცურვით გული იჯერეს, გოგონა მოიკითხეს, მადლობის თქმას უდათ, მაგრამ დააგვიანდა, ვეღარ იპოვეს. გავიდა დრო, დაიბადა მზე. ვარსკვლავები გაუფერულდნენ. მაგრამ ღამით, როცა მზე იძინებს და უჩინარდება, ვარსკვლავები კვლავ ჩნდებიან და ციმციმს იწყებენ. ამბობენ, პატარა გოგონას ეძებენ, რომ მოეფერონ და მადლობა უთხრანო.